შუადღემშვიდობისა მოგესალმებით ყველას მედიაკავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია მე კი შორენა ჭიაურელი ვარ 557-88-55 გვირეკავთ აი ამ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე და ვისმენთ თქვენს პოზიციას მე მინდა დღეს ჩვენს მაყურებელს მოგახსენოთ რომ ვისაუბრებთ საკითხზე თქვენ იცით შექმნილია საპარლამენტო კომისია პროდუქტებზე ფასის შემცირებასთან დაკავშირებით რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბიზნესმენებთან ერთად რომ მოხდეს ფასის სტაბილურობა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით საუბარია უმეტესწილად ეს არის მედიკამენტი, იქნება საწვავი პროდუქტი და ასე შემდეგ. ჩვენ გვექნება ასეთი კითხვა თუ რა მოლოდინი გაქვთ ფასების შემსწავლელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, მაღაზიების, აფთიაქების და ბანკების გარდა რომელ სფეროშია უსამართლო ფასები და გადასახადები და თქვენი აზრით რომელზე არის სასწრაფო რეაგირება საჭირო. ველოდებით მაყურებელს დიახ, რომელიც დაგვირეკავს 557-88-55-88-ზე და საკუთარ პოზიციას იტყვის. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ინიციატივის ფარგლებშია ეს საინიციატივო ჯგუფი, ასე რომ ვთქვათ, კომისია, რომელიც შეიქმნა, რომელიც სურსათის მედიკამენტების და საწვავის ფასების შემცირებას უკავშირდება. საპარლამენტო კომისიაც ამუშავდება უშუალოდ სამთავრობო კომისიის პარალელურად უკვე მომავალი კვირიდან მუშაობას დაიწყებს საპარლამენტო კომისიაც, როგორც გითხარით, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. საინტერესოა მაყურებლის აზრი, თქვენის აზრით აი ეს ჯგუფი, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ამ საკითხთან დაკავშირებით და ბიზნესმენებთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ფიქრობთ თუ არა, რომ იქნება შედეგის მომტანი, როგორია თქვენი შეხედულება ამ თემასთან დაკავშირებით. უშუალოდ როგორც კობახიძე გვეუბნება ის აღნიშნავს, რომ არის ფასთა საგრძნობლად, ანუ ესე ვთქვათ, მაღალი, დიახ, ნამატი პროდუქციასთან დაკავშირებით, ამიტომ აუცილებელია, რომ დაბალანსდეს, დიახ, ეს საკითხი. 557-88-95-88 ველოდებით მაყურებელს, რომელიც შემოგვიერთდება და ისაუბრებს საკითხთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ქართულ მწარმოებლებს შეხვდა დაახლოებით 2 დღის წინ. ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრებთ თუ კონკრეტულად რა შეფასებები გაკეთდა, მანამდე მოვუსმინოთ მაყურებელს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. გამარჯობათ. შუადღემშვიდობისა პირდაპირ ეთერში ხართ, თუ გესმით თქვენ ჩემი ხმა, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. მოგესალმებით. კარგით, რამოდენიმე წამში დავალოდოთ მაყურებელს, დიახ, რომელიც დაგვეკავშირდება ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, ფასთ წარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე, თუმცა აქ შემოდის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა და მოსახლეობის წინაშე და ვფიქრობთ, რომ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე შეგვიძლია გარკვეული წვლილი შევიტანოთ ფასების კლებაში. ეს წინადადება ეკუთვნის ირაკლი კობახიძეს და მთავრობის მეთაურმა ასევე ქართული წარმოების პროდუქციის ქართულ ბაზარზე რეალიზაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და ფასების კლების კუთხით არსებულ რესურსებზე ისაუბრა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კომისიის სხდომას 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო და მიმდინარე კვირის განმავლობაში ასევე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრები ფარმაცევტული პროდუქციის და ასევე საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაიმართება. ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლის პოზიციები მაგალითად დღეს გაშუქდა, ამიტომ ამასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ ოდნავ მოგვიანებით, მანამდე მაყურებელს მოусმინოთ. პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობათ. რა თქმა უნდა, ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი. დიახ. შემცირებას მაშინ მიიღებ და მართლა შემცირება იქნება და არა ფორმალური, თუ სულ ცოტა ორჯერ მაინც შემცირდება ფასები. ესე იგი, სიტყვაზე თუ ის 100 ლარი, უნდა გახდეს 50 ლარი. იმიტომ 300-400% არის და ზოგი უფრო მეტად გაძლიერებული ყველაფერი. და რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ
მოგეხსენებათ რომ ფულმა არ იცის, ფულმა და ძალაუფლება საზღვარი არ იცის და უფრო მეტი უნდა და მე დაიწყმაყუთილეს თავიანთი მეგრები და ამიტომ არის ესე ყველაფერი. მადლობა ყურადღებისათვის. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, აქტიურობისთვის. მოუწოდებ ასევე სხვა იმ ყველა მაყურებელს, ვინც ახლა გვისმენთ, როგორც ტელევიზიით, ასევე რადიო სიხშირე FM 105-ზე და 1-ზე, შემოგვიერთდეთ თქვენს, გავიგოთ თქვენი დამოკიდებულება, რა მოლოდინი გაქვთ ფასების შემსწავლელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, მაღაზიების, აფთიაქების და ბანკების გარდა, რომელ სფეროშია უსამართლო ფასები და გადასახადები, რომელზეც სასწრაფო რეაგირებაა საჭირო თქვენი გადმოსახედით. გისმენთ ყურადღებით, გამარჯობა. გამარჯობა, შორენა დონაცავე. დიახ, გისმენთ. მე ვიტყოდი ასეთ რამე ჩემო გოგონა. ეს არის ტყუილი ლაპარაკი, რომ მოსახლეობას ეწოდებათ მოსახლეობა მაგენს და ფასებს დაუკლებენ. არც მოსახლეობა ეწოდებათ და არც ფასებს დააკლებენ. იმიტომ რომ ესენი შეგნებულად ზრდიან. გარიგებები არიან ყველა ოპოზიციასთან. ერთია მაგათი ეს ქსელები, ეს ბიზნესმენები კიდე მაგათია და შეაქვს თანხები და ყველაფერში მოკლედ ერთად არიან. ვის უნდა დაუკრონ, რას უნდა დაუკრონ. მოსახლეობა მაგათ არ ადარდეს. ჩვენ ვართ სოდები, რომ არაფრად არ გვაგდებენ და 34 წელიწადია თავრობა მოდის, მიდის და ხალხი კი არავინ არ მოდის. ამიტომ უნდა შეიცვალოს სისტემა და ხალხმა უნდა გამოიფიქროს. სხვა ჩვენ არაფერი არ გვესწრება. აფასებს დააკლებენ და უფრო უარესობისკენ წავლენ. რატო? იმიტომ რომ გაზი. მადლობა მოსმენისთვის. მადლობა თქვენ ზარისთვის 557-88-95 ველოდებით შემდეგ მაყურებელს. თქვენ იცით რომ შექმნილია საპარლამენტო კომისია, რომელიც პროდუქტებზე ფასის შემცირებასთან დაკავშირებით მთავრობის დახმარებით იმსჯელებს. მთავარი მიზანი არის ის, რომ ის ფასები, რაც არის რეალურად ახლა ბაზარზე, ამა თუ იმ მიმართულებით დასტაბილურდეს, ისე რომ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ მათთვის იყოს ხელმისაწვდომი. მაყურებელი გვყავს ხაზზე, მოგესალმებით თქვენს, გამარჯობა. მოგესალმებით სილესორენა. დიახ. მოკლედ ჩემი აზრი ასეთია, მე მგონია მაგერი 14 წელიწადი აწყვებენ ხალხს კიდე გააგრძელებენ წელს. არ მგონია ბიზნესმენების მაგათია, მაგათგანაც ცხოვრობენ, მეგინდა იღებენ ფულს მაგათგან, არა ხალხი არ არის. ქვეყანას ხმობე მიანია მაგათი, მოგონ თვითონებდნენ მაგრატი ხუბით შავსე და ყველაფერი მოქონდეთ განაკეთეთ ყოფილი. მე მგონია ეს ყველაფერი ისწავლია. აწევენ ხალხო აწევენ მოდით კიდე ამ საქმედან ხალხმა ვერ გაიგო. ბევრი უკვე ბნელეჭია, ბევრი ხალხი არის მაგათი. მადლობა თქვენ ზარისთვის. შემდეგ მაყურებელსაც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ჩვენი დღევანდელი თემა, თუ როგორია მოლოდინი ფასების შემსწავლელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. ფიქრობთ თუ არა, რომ კომისიის მუშაობა გამოიღებს შედეგს და რეალურად ის პრობლემა, რაც ჩვენს ქვეყანაშია, საქართველოში ფასები დასტაბილურდება, გარკვეული კონსენსუსი შედგება მთავრობის წარმომადგენლებს შორის, ვინც უშუალოდ არის ხელმძღვანელი ამ ინიციატივის და ბიზნესმენებს შორის. როგორია თქვენი დამოკიდებულება, მორგი მაყურებელი ხაზზე გვყავს, მოგესალმებით, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. გამარჯობა. გაჩერდება ფასების დაკლება. ეს არის პია კამპანია, ამის თავრობას უნდა რომ ხალხს გული მოუყოთ რა. ეს არ იქნება, ვერ იქნება, იმიტომ რომ ფასები თუ შეიძლება ფასები დააკეთება, რომელიმე ან მაღაზიაში არის, იქ დაუყენიან ყველას ესეთი გადამყიდველები და იქიდან დაიღებენ სხვაგან და იქ მაინც დაკიდიან იმაში რაფაშია იყიდება მოასრულებენ ხალხს დიახ.
კეთილი, თქვენს მადლობა პოზიციისთვის. რაც შეეხება ისევ და ისევ ინფორმაციისთვის ასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა, 21 იანვარს კი ფასების კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და შეიძლება ითქვას, რომ აი ამ კომისიის სხდომას 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. მზაობა ნამდვილად არის, უბრალოდ აქ არის ის დეტალები, სიღრმისეულად ალბათ რაც უნდა იქნას განხილული, მაგრამ ჩვენთვის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რა შედეგი დაიდება რეალურად და ის ინიციატივა, რაც აქვს სახელისუფლებო გუნდს, რამდენად მოვა რეალობაში. რა თქმა უნდა, ინიციატივა ნამდვილად მისაღებია და სასურველია ჩვენც ყოველთვის მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერიდან საუბრობთ სოციალურ სიდუხჭირეზე და გამოსავალზე, ხომ? დამეთანხმება ჩვენი ტელემაყურებელი, ამიტომ რა თქმა უნდა, თუ ეს სურვილი და ეს ინიციატივა ნამდვილად იქნება ძალაში, ეს იქნება მისასალმებელი და ფრიად აღსანიშნავიც. ამიტომ ის ნაბიჯი, რასაც ვთქვათ, გადადგავს ქართული ოცნება ადამიანების ან მოქალაქეების საკეთილდღეოდ, მას აუცილებლად დავინახავთ ჩვენ მოქალაქეები და ბუნებრივია ვისაუბრებთ კიდეც ხმამაღლა და მოსაწონია ბუნებრივია. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გვყავს, გამარჯობათ. დიახ, ეთერში ვარ შემოგივლე? დიახ, ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ. გამარჯობათ, უსაყვარლესო და ძალიან კარგო ადამიანო. გინდათ ერთი კაი გამოსავალი გითხრათ? აი ამდენ ლაპარაკს და იმას, ხო? ეგენი შვილო ჩვენ არაფერს არ გაგვიკეთებენ. იცით აი ძველი გამოთქმა არა, თოკი უთრიეო, თოკიო. აი ეგ თოქს უთრევენ ხალხს. გესმით? რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. აი ხო ვიზახი ჩვენ რომ გამოვიდეთ, ჩავატაროთ აქციები მშვიდობიანი, რომ ფოთოლი ერთია ჩამოვარდეს ხეს და ისე ხო? აი ჩამოვიდეთ, გამოვიდეთ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდეთ და აი ესე რომ ფოთოლი არ ჩამოვაგდოთ, მოვითხოვოთ მაგათი წასვლა აქედან. აი ყველაზე კარგი იქნება ეგა რა. იმიტომ ძალიან დიდხასავიან ეგენი ხელისუფლებაში უყურე ხელისუფალი ეს წელზე მეტი არ უნდა გააჩორო. თორემ მე ამ სიმდიდრის გემო თუ გაიგებენ, ხო ხედავთ აღარ უნდა წასვლა რა. ან 300-იანი არჩევნები უნდა ჩადადეთ ჩემო კარგო. ამას სხვანაირად ვერ მოვიშორებთ, თვილო. კულტურა მაგათ არა. აი გუში თქვენ ცემნები წაუმეირდა ბავშვები არიან რომ პურიანატრებოცა შემოგევლე. ან როგორი ძინებენ, ან როგორი ჭამენ, ან როგორი ღუზებენ, რომ იციან რომ ბავშვებს პური შენატრებად. ეგენ უნდა წავიდნენ, всё. და მაგათი არაბებიც მაგათ გასწრებიან უკან. უღმესი მადლობა და მაპატიეთა ესეთი აღსოთებული ლაპარაკო. რას ვცანებთ, ეს არის თქვენი პოზიცია და შეხედულება, ამიტომ სრულიად გასაგებია, გმადლობთ რომ გვირეკავთ. თავალდოთ მორიგ მაყურებელს, რომელიც დაგვირეკავს 557 88 55 88-ზე, ეს ჩვენი საკონტაქტო ნომერი გახლავთ და გადაცემის ფორმატი თქვენთვის ცხადია, თავისუფალი ხმა, რომელიც შეგიძლიათ საჯაროდ ბრძანოთ. პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა. აი დღემან იმას ეხლა ვარ იმაში ხო? დიახ, ეთერში პირდაპირ. აი დღე ამ ფასდაკლებებთან და იმასთან დაკავშირებით გირეკავ. როგორ რეჟიმში ვარ და რა დღეში ვარ, იცით? კარგად შეესადაგება. სანამ პეტრე მოვიდო და პავლეს თავი გააძრესა. დიახ, იცით რა ის აი ამ რეჟიმში ვარ. დიახ, შეგიძლიათ ისაუბროთ, განმარტოთ. მეტი რაღა უნდა გესაუბროთ. ყავის გაძრობა უარესად მოიმატა ფასებმა. დიახ, ფასები ნამდვილად გაზრდილია. დიაბეტი კი ვარ და ჩემი დიახ, დაუწიეთ რა, ქალბატონო, შეიძლება ტელევიზორს და მე მოგისმენთ. აი შორს ვდგავარ ვითომ თითქოს. თუმცა მაინც შემოდის ხმა და ამიტომ ხარვეზით გვისმეს მაყურებელი, ამიტომ კი ბატონო. აი მართლაც ვუწევ, სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს თავი გააძრესა. სანამ შევა ძალაში ეს ფასდაკლებები თუ სურსაძე, თუ წამლებზე, მანამ თავს გვაძრობა. ყველაფერი გაოთხმაგებულია კი არა. წამალი ვერ მიყიდია. დიაბეტი კი ვარ. წამალი რომელიც მე მჭირდება და გადასხმაგებს უსაზღვრო ძვირის დიაბეტის წამლები ყველა კი შედის დაფინანსებაში.
კი, ინსულინს მაძლევენ, მართალია, მაგრამ იმას იმდენი რამე სჭირდება კიდევ თან ინსულინს. მე ჩემსავე ინსულინი მომხმარე დამეთანხმებიან ამაში. უამრავი სჭირდება. მარტო ჩემზე არა მაქვს ლაპარაკი. და ნახევარი საქართველოს დიაბეტიკი დაავადებულია. და თითოეულა ტაბლეტზე არის ფასდაკლება. აი უფასოდ მოცემა და ფასდაკლება ყველა ერთი და იგივე ხო არ გავლენს წამოს არა? ყველა სხვადასხვა დანიშნულება გვაქვს. ყველა არ შედის იმას უფასოდ მომეცი ფასდაკლებით არ მინდა უფასოდ ბატონო. იყოს ხელმისაწვდომი ფასი. აი კუკალა რო თავს იკლავდა, ცოტა გახდა რაღაცას რო შემოეტანა თურქეთიდან ცოტა ნაკლებ ფასში. ისევე ირბინე ენა გადმოგდებული ვერცა თურქულ წამალს ვერ ნახავ. ვითომ 1-2 ფასი წისა ნაკლები. კი. სრულიად გეთანხმებით, დიახ, რომ ფასები გაზრდილია ნამდვილად, განსაკუთრებით აი ამ ზამთრის პერიოდში მოსახლეობას ძალიან უჭირს. ეს სურათი თითქმის ყოველდღურად შეგვიძლია რომ ქუჩაში ვინც დაინტერესდება, თავად საკუთარი თვალით ნახოს. ძალიან კარგი წამოწყება ის, როდესაც ესეთი კომისია იქნება, რომ ფასების დასტაბილურებაზე იმუშაოს, მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი ამ საკითხის სისრულეში მოყვანა, ეს კიდევ მეორე საკითხია, როდესაც მაღაზიების, აფთიაქების და ბანკების საკითხი განიხილება, ალბათ დამეთანხმებით, რომ მაგალითად სამედიცინო დაწესებულება იქნება, ეს სტომატოლოგიური მომსახურება იქნება, თუ კიდევ ბევრი შეიძლება ჩამოვთვალოთ თემატურად, სადაც საკმაოდ მაღალია გადასახადი და მოქალაქეები ფიზიკურად ვერ ახერხებენ, რომ გასწვდნენ აი ამ ფასებს. რას ფიქრობს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენი ტელემაყურებელი პირდაპირ ეთერში ყავს ის და გავიგოთ მისი აზრი, თუ როგორია თქვენი მოლოდინი ფასების შემსწავლელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა შეისწავლის საპარლამენტო კომისია და რა მიმართულებით აპირებს ის მუშაობას, ამაზე ბუნებრივია თავად თავმჯდომარე კომისიის შოთა ბერეკაშვილმა დეტალურად ისაუბრა, თქვენს გექნებათ ინფორმაცია, რადგან ფაქტობრივად 20 იანვრიდან აქტიურად მიმდინარეობს ამ ინიციატივაზე საუბარი. და თქვენი შეფასებაც რომ გავიგოთ, გამარჯობა. გამარჯობა, ყოველივე საუკეთესოს გისურვებს. მადლობთ ასევე. იცით რა, თუ ფასებს დაუწევენ დავუშვათ პროდუქტებზე და მედიკამენტებზე, ამის საფასურად და შესაბამისად ხალხს დააკისრებენ ახალ საჯარიმო სანქციებს. აი დავუშვათ ეხლა როგორც გააკეთეს არჩევნების პერიოდში, როგორც ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაშინ ესე იგი ხალხს გააკისრეს ჯარიმების გადახდა დავუშვათ მძღოლებს. დავუშვათ თუ კიდე რაღაც ჯარიმა 10-20 ლარის განისაზღვრებოდა, გახადეთ 50 ლარი, ზოგი 100 ლარი. ანუ ხალხის ხარჯზე აკეთებენ ფულის ამოღებას და ამ ხრივ ამითარებენ ვითომ ეკონომიკას. ვიდრე საქართველოში არ განვითარდება სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, კულტურული და საყოფაცხოვრებო დარგები, ეს პრობლემა ვიკეფსრიგიდან ვერ მოიხსნება. ეს არის ხალხის მოტყვილება. დიახ. გასაგებია, მადლობა თქვენს. 557-88-95-88 ობიექტივის პირდაპირ ეთერში ველოდებით შემდეგ ტელემაყურებელს, როგორია თქვენი აზრი, რა მოლოდინი გაქვთ ფასების შემსწავლელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. და რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარეს შოთა ბერეკაშვილს, თუ რა არის კონკრეტულად საპარლამენტო კომისიის მუშაობის მიზანი, ის გვეუბნება, რომ მათი მთავარი მიზანია შესწავლილ იქნა საოპერაციო პროცესები ბიზნესში და ასევე გაერკვიონ დეტალურად თუ რა ქმნის ასეთ მაღალ ფასს და საიდან წარმოიქმნება ის, მათ მიაჩნიათ, რომ სწორი მიდგომით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმის, რომ ფასების სერიოზული დასტაბილურება და დაწევა მოხდეს. და მაყურებელი ხაზზე გვყავს ამასობაში, გამარჯობათ. ჰალო, გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ეს ყველაფერი არის ზღაპარი. ისეთი რამეები ხდება, ეხლა უნდა 37 წელი, 1937 წელი. დახვრეტები უნდა, დახვრეტები შემოიღო
და მაშინ ყველაფერი გასწორდება. ეს ყველაფერი ერთ წამალ დაუკლებენ, მეორეს მოუმატებენ. არაფერი არ გამოვა, ჩემი ჭკუით, მე არ მგონია რომ რამე გამოვა. თუმცა ფაქტია რომ სურვილი არის, სურვილი მისასალმებელია და ნახოთ რამდენად ასე ვთქვათ შედეგიანი იქნება ის შეხვედრები, რომელსაც აწარმოებს აი ეს კომისია. თუმცა თქვენი დამოკიდებულება სრულიად გასაგებია. აღარ ენდობით, ანუ იმდენად სანამ არ იქნება სიმკაცრე ისეთი რომ ის კი არა ჯარიმებით მილიონი შეატანინო და გარეთ იყოს ადამიანი და ეს 100 მილიონი შეჭამს 1 მილიონი გადაიხდის რა. ესე იქნება ის სუპერმარკეტების ხელმძღვანელებიც ესე არიან. რა მოხდება? არაფერი. დღეს დაუკლებენ წამლებსაც ხო გახსოვთ ეს რამდენიმე წელი წინ ვითომ ჩამოაკლეს ხო? მაგრამ არის რამე ფაქტიურად მოხდა ჩამოკლება არ მოხდა. ალბათ ეხლა ესე იქნება. ამიტომ გეუბნები სიმკაცრე უნდა იყოს ხო გეუბნები წეგანდელი მე ხალხის სიკვდილის მომხრე არა ვარ, მაგრამ ბევრს უნდა ისეთი ან სამუდამო პატიმრობა ან დახვეწა. რომ მე სიმკაცრე რო იქნება და შეეშინდება. რა ქნა მოხუცებულმა აი ჩვენ მე 80 წლის კაცი ვარ. რა მეყოფა ავანტყოფი გულით ავანტყოფი ადამიანი ვარ. ისეთი წამალი რომელიც ერთი რაღაცა წამალი 28 ცალია შიგა ღირს 90 ლარი. აი მე რა ვქნა ის 400 ის რა ქვია პენსია რამდენი ხანი უნდა მეყოს შემოკარგო მეთქარ. კი, სწორი ბრძანდებით, სრულიად გეთანხმებით და აი რა სახის პროგრამაშიც არ უნდა იყოთ ჩართული, კი, სრულად ნამდვილად არ არის ასე ვთქვათ შეღავათები. ამაზეც არაერთხელ უსაუბრიათ, მაგალითად ჩვენს მაყურებელს, რაც ნამდვილად არასასიამოვნოა, მესმის. მორიგი მაყურებელი ხაზზე გვყავს, თქვენი აზრიც გავიგოთ. პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. გამარჯობა. დიახ. შორენა თქვენ ამბზანდები? დიახ, კი. ეგლა რა ხდება? ამ საქმეს ეგენი ვერაფერს ვერ უშვა, ეს არის უკვე აფერისტობა, ტყუილი, მაიმუნობა, ხან ერთი ჭერენ, ხან მეორეს, არეული აქვს მონასტერი. ეგლა ერთი რამეა, სხვათა შორის ეგლა ივანიშვილმა იმ გარეთ წლებს გამოგვარი და ხელი და ნაციონალებს, მაგრამ ისინი ყაჩაღობით შოულობდნენ ფულსა, კვლელობით. ესენი კბილათა შოულობენ ტექნიკურად. ამისათვის ერთი გამოსავალი არის 9 აპრილს აი გამსახურდიას მთავრობა უნდა მოვიდეს აი ესეთი ეროვნული თუ არა ივანიშვილს უნდა მისცენ ხელშეუხებლობა როგორც შევარდნაძეს მისცა სააკაშვილმა მათაც არავინ არ შეეხება სიკეთე გააკეთა კაცო მაგრამ უნდა მიეცეს ხელშეუხებლობა თელყალა უნდა შევიდეს ეროვნული ხალხი უნდა შევიდეს თავრობაში თუ არა და არაფრის შანსი არ არის გამოსწორებისა ეგეთი სახელმწიფოზე არაფიქრობენ იმხელა ფულებზეა ლაპარაკი გამიგედა ამისათვის თუ ეს გაკეთდებოდა ჩვენ ამ ხალხს დაუჭე ახლა ვიღაცა დადგება და დამიწყებს ლანძღვას რომ აუ ევროპასთან გვინდა ერთი რამე მეც ევროპასთან მაგრამ დიდი ძალაა რუსეთი და ჩვენ ის კი არ უნდა იყვინონ რომ მე ევროპასთან მინდა ვიყოთ რუსეთთანაც კარგად და ევროპასთანაც გასულ ყავაწინ საქმე ყველანაირად ქალბატონო შორენა აი ეს რამეა ჩემი აზრი კეთილი თქვენს მადლობა პოზიციისთვის დაგემშვიდობებით მაყურებელს შევახსენებ რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია გამოკითხვის ფორმატის ამიტომ ველოდებით თქვენს აზრს თქვენს პოზიციას რა თქმა უნდა ისევ და ისევ ჩვენ დღევანდელი თემა განსაკუთრებით იმ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს ვინც შემოგვერთდა შეგახსენებთ რომ საუბრობთ საკითხზე თუ რა მოლოდინი გაქვთ ფასების შემსწავლელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ინიციატივა გახლავთ იცით რომ ირაკლი კობახიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გააკეთა და ასე ვთქვათ საქმის წარმოებაც კი დაწყებულია, იმიტომ რომ ბიზნესმენები იქნება ეს თუ დისტრიბუტორთა წარმომადგენლობა ისინი შეხვედრაზე იყვნენ და გარკვეული აზრიც გაცვალეს და როგორია თქვენი აზრი? ფიქრობთ თუ არა რომ აი ეს
ფასთა ცვლილება, რაც არის მათი მთავარი მიზანი და იდეა, ნამდვილად შევა ძალაში და რაღაც განსხვავებას, საგრძნობ განსხვავებას დაინახავს მოქალაქეები უახლოეს ვადებში. პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობათ. გამარჯობათ. ისაუბრეთ, გისმენთ. ჩემი აზრით, გავარიგოთ. არაფერი არ გამოვა, არა. იმიტომ 330 ლარის ჭირდება გულის საოპერაციები ვარ. ამლებს კი ნაწილობრივ მაფინანსებენ, მადლობა მაგისტრის, ვადისთვის, მადლობა, მაგრამ არ მყოფნის, 3 თვეს მყოფნის. და 3-4 თვე და მერე 7-8 თვეს ჩემი ფულით უნდა ვიყიდო აი სამლები. ხო და ერთი პატარა ღმერთმა მოგვიწყო გამოჩნდა რავალს უწია ცოდვა. ვინ რა ყოფილა გამოჩნდა, კაცი აღმოჩნდა ცოტა. და მოგვიწყო გამოჩნდა ცოდვის კითხა ხოდა. ყველა ისეთი აღმოჩნდა, რა წარმოდგენაც მქონდა. მერთმა მოგვიწყო გამოჩნდა, მივხვდით ბრძანდება ვინ ღმერთი, ჩიდგნათი გამოჩნდა, ამდენი დამპლიც ხილვი. კარგით. მადლობთ თქვენს. დავალოდოთ მორიგ მაყურებელს, რომელიც გვეკავშირდება ჩვენს უცვლელ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე, როგორ აპირებს საპარლამენტო კომისია პროდუქტებზე ფასის შემცირებაში მთავრობის დახმარებას. ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის ახლად დანიშნული თავმჯდომარემ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა. მეც მოგახსენეთ ამასთან დაკავშირებით. ბატონი შოთა ბერეკაშვილი როგორც აღნიშნავს, ისინი აპირებენ, რომ ამ პროცესში შევხვდნენ ბიზნესის წარმომადგენლებს, აქტიურად მიმდინარეობს უკვე მოლაპარაკებები ეს იცით, იქნება ეს დილერები, დისტრიბუტორები, მწარმოებლები თუ უშუალოდ იმპორტიორები. ისინი შეისწავლიან საოპერაციო პროცესებში, ბიზნესში და ასევე დეტალურად გაერკვევიან თუ რა ქმნის ასეთ მაღალ ფასთა წარმოქმნას. შესაბამისად, მათი მთავარი მიზანი იქნება, რომ ბიზნესთან ერთად იყოს შესაძლებელი აი ამ ასე ვთქვათ ფასების დასტაბილურება. მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობათ. ისაუბრეთ, დიახ. არ ვიცი ხა როგორ შეამცირებენ ამ ფასებს, ამბობენ ასე უპირდებიან და სხვათა შორის უპირდებიან ჩვენ ყველა მთავრობები, მაგრამ ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი არ იცვლება. ძალიან ძვირია წამლები, პროდუქციაც ძალიან ძვირია. მე ჩემი წარმოდგენით არის ასე, რომ თელმა ბიზნესმა ჩაიგდო საქართველოს ხელში და ვისაც რა უნდა ადებენ იმ ფასებს და აწესებენ ამ უმაღლეს ფასებს. როგორ შემცირდება ეხლა ეს ფასები ადამიანს, როცა 330 ლარი აქვს პენსია და თუნდაც 450 ლარი აქვს პენსია, გაუთანაბრდება მათ, რომ მათ ეყოთ თვიდამდე პროდუქციის აღება? ყველა პროდუქცია არის პირველადი მოხმარების. გინდა ხორცი იყოს, გინდა ქათამი იყოს, გინდა ბრინჯი იყოს და გინდა ინდაური იყოს. ადამიანები ვარ ჩვენ ყველას და ყველას ნორმალური კვება სჭირდება. ეხლა 2 ლარს და სტაბლარს რო დააკლებს, ის გინ დაგიკლია და გინდა დაგიკლია. ეს ადამიანებისთვის მათ პენსიასთან შედარებით ძალიან მცირე იქნება მაინც. ჩვენი ქვეყანა რას აწარმოებს, მე ისიც ვერ გავიგე. ეს სექტრობით აიღეს ეს კერძომესაკუთრეებმა კაპიტებში აქვს ეს მიწები შესყიდული და არავინ არ არის პატრონი, რომ ვინმე რაიმე პასუხი მოსთხოვოს. საერთოდ მიწა ჰექტრობით არც ქართველს უნდა მიეცეს და არც უცხოელს. მიწა არ უნდა იყიდებოდეს, უნდა იყოს მხოლოდ შენობა. და მეტიც, აი ამიტომ არის ეს ყველაფერი პოლიტიკა იყოს, გინდა ეკონომიკა იყოს ერთმანეთსია მიბული. 120 ლარი ღირს კრემი ბავშვს რო დაუნიშნა ექიმა რომ გამომშრალია კანი და მასზე მეტი ძვირი. როგორ უნდა ვიყიდო ეს მე? აღდგნენ ეხლა და ან 50-50-ზე გააკეთონ, რომ ჩამოართვან იმ ბიზნესმენებს, თუ ბიზნესი აძვირებს ამას ყველაფერს და გადავიდეს სახელმწიფო საკუთრებაში. და თუ თვითონ არიან მათთან ერთად გაერთიანებულები, კეთილი იქნებოდა შეცვალოს სისტემა. და სახელმწიფოს დაუქვემდებარებ ის პროდუქცია იქნება, ის თუ წამლები იქნება, გაახსნან სახელმწიფო მაღაზიები მათ საფიცონებს. სხვა გამოსავალი არაფერი აღარ ესწრება ამ ქვეყანას. გადავიდნენ ნაწილობრივ მაინც სოციალისტურ ელსებზე. იმიტომ რომ ამოხადეს ხალხს სული რასაც ქვია, კაცო, ასეთი სიძვირე როგორ შეიძლება სასიმელება ქვეყანაში. ვისთვის ეს სასტუმროებისთვის არის მარტო ეს ქვეყანა და ტურისტებისთვის. შემოვიდნენ ეს ტურისტები მაშინ და იყვნენ აქ და წავიდნენ ეს ჩვენი ქართველები მაშინ საზღვარგარეთ და გადაეცეს მაშინ მთელი საქართველოს სხვას.
როცა განმავლობაში ისინი დაისაკუთრებენ. აბა ქართველი თუ ვეღარ დარჩენდა და ვეღარ იწოცხლა აზრი მითხარი. ეს უნდა შეცვალოს. დიახ, დიდი მადლობა თქვენს, ქალბატონო, ნახვამდის 557-85-88 გვირეკავთ ტელეფონის ნომერზე, კონკრეტულად რა პრევენციული ზომები გატარდება, რომ მომავალში ფასები ისევ არ გაიზარდოს, მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ, შედეგი დაიდება. ამ თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კვლავ თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა. კომისიის მუშაობა, როგორც ის გვეუბნება, წარიმართება კერძო სექტორთან, აქტიური დიალოგით და ასევე კოორდინაციით, რათა ბიზნესისთვის შეიქმნას გამჭვირვალე და ასევე პროგნოზირებადი გარემო, საერთო ძალისხმევით უნდა მოხდეს ბაზრის გაჯანსაღება და კიდევ ერთხელ ვიტყვით საოპერაციო პროცესების ხარჯ-ეფექტურობის გაზრდა, რაც უშუალოდ გამოიწვევს უფრო კონკრეტულ და საბაზრო გარემოს და ასევე პროდუქტებზე ფასების რადიკალურ შემცირებას. მაყურებლის აზრი კვლავ მნიშვნელოვანი ეთერშია, გამარჯობათ. აიო, გამარჯობა. დიახ, გისმენთ ყურადღებით ისაუბრეთ. ქალბატონი შორენა ვზანდებით? დიახ. მოკლედ დანიიდან გირეკავთ ჩვენ. ხო და ვაპირდებით მოკლედ ანუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იცით რა გვაინტერესებს ანუ საბანკო სექტორსაც თუ შეეხება ეგ და საწვავის ფასებსაც. მაგასაც თუ განიხილავენ. დიახ, დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ ზარისთვის დაგემშვიდობებით. კი, ნამდვილად საბანკო თვალსაზრისითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ასევე საწვავთან დაკავშირებით და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით აღვნიშნეთ, რომ როდესაც მაღაზიებზე, აფთიაქებზე, ბანკებთან დაკავშირებით ეს უსამართლო ფასები, ასევე პროცენტებზეა საუბარი, თქვენ როგორ ფიქრობთ, სხვა ასევე მნიშვნელოვანი საკითხები ხომ არ უნდა იყოს წამოჭრილი სამედიცინო თვალსაზრისით მათ შორის, რაზეც გავამახვილეთ ასევე ყურადღება, რომ გარდა მაღაზიების, აფთიაქების, ასევე ბანკების გარდა, რომელი სფერო წარმოგიდგენიათ თქვენ უსამართლოდ, სადაც ფასები და გადასახადები არის საკმაოდ მაღალი, რომელზეც სასწრაფო რეაგირებაა საჭირო. მადლობა თქვენ ზარისთვის, დაგემშვიდობებით და შემდეგ მაყურებელს შემოვიყვან ხაზზე, გამარჯობათ. შორენას ვისაუბრებ ძალიან დიდ ბოდიშს ვირთი შესაძლებელთან მეორედ შემოვიდი რა შეიცვით საქმე ბიძინა ივანიშვილის რომ დომოდა საქართველოში ნორმალური ცხოვრებისეული პირობების შექმნა 3 მილიარდ დოლარს ჩადებდა სოფლის მეურნეობის განვითარებაში, მრეწველობის განვითარებაში, ხალხის დასაქმებაში. არაფერი ასეთი არ გააკეთა. მარტო გააკეთა ეკლესიები დაუჭადა, ააშენა, დაარემონტა, თეატრები. ჩვენ ხედავთ ამ აქტივის როლი გააჩერეთ და კითხეთ ნებისმიერ აქტივის დროს. გეტყვიან, 10 მგზავრიდან 7 უცხოელი მიჩნდება მანქანაშია. დიახ. მიბრძანდით რომ ნახეთო რა ხდება აეროპორტში უცხოელები ჩამოდინება მიმდინარეობს. ეს ნიშნავს რომ საქართველოში არის მართლმადიდებელი ქართველების, ქრისტიანების ძევნა. აი ამათი პოლიტიკის, ესე იგი განდევნა ხდება ქართველების. ამაზე უბედურება რა უნდა გააკეთოს ამ ივანიშვილმა. ვიცით ააშენა ის თეატრები, ის კინოთეატრები, ეს ეკლესიები თუ ხალხი აღარ იქნა ქართველები თუ არ შევიდნენ ამ ჩამოთვლილი არაბების და მუსლიმების. დიახ. კარგით, თქვენც გმადლობთ 557-88-95 გადაცემის დასრულებამდე 15 წუთი გვაქვს დრო, ამიტომ შეგიძლიათ მაქსიმალურად ისარგებლოთ, როგორია თქვენი მოლოდინი, ენდობით თუ არა იმ კომისიის საქმიანობას, რომელიც აქტიურად დაიწყებს მუშაობას ფასების დასტაბილურებასთან დაკავშირებით. ველოდებით, რა თქმა უნდა, მაყურებელს 557-88-95 ეს ჩვენი საკონტაქტოა და პირდაპირ ეთერში მაყურებელიც ყავს, გამარჯობათ. გამარჯობა, მოგესალმე. დიახ. აი ეს სისტემა რაც არის ახლა დღეს საქართველოში, ეს არ 13 წლის განმავლობაში არ ჩამოყალიბებულა. ეს დიდი ხანია რაც შეიქმნა შევარდაძიდან მოყოლებული, რომ დაინგრა ქვეყანა გამსახურდიას შემდეგ. აი ეს მონოპოლიები შეიქმნა იქიდან. Ну, ნელა გაძლიერდნენ, იმიტომ რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელთაც უნდა გააკონტროლონ ეს მონოპოლიები, არ მუშაობდნენ და არ მუშაობენ. ანტიმონოპოლიური სამსახური იყო კონკურენციის სააგენტო, ახლა ეროვნულმა ბანკმა უნდა
დაარეგულირებას ფასები. ანუ ეს იმდენად ძლიერი სისტემა, რაც შეიქმნა ეხლა საქართველოში და ისეთი საძირკველი აქვს ამას, რომ ამისი შერყევა ეს ადვილი არ არის. აქედან გამომდინარე, თუ რამეს ესენი გააკეთებენ და შეცვლიან, ხო? შეცვალონ ბატონო, მაგრამ ამას უნდა აკეთებდნენ და გაეკეთებინენ იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს წლების განმავლობაში და პრემიერ-მინისტრი და უშიშროება ამით არ უნდა იყვნენ დაკავებულები. რაც შეეხება ამ ბიზნესმენებს, ესენი არ არიან ბიზნესმენები, ესენი არიან ვაჭრები, ჩვეულებრივ სპეკულიანტები. შემოაქვთ და ყიდიან ძალიან ძვირად. აქედან გამომდინარე, ყველა სფეროში ეს ხდება. ასე მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე, ამიტომ თუ რამეს გააკეთებენ, მაგრამ კანონმდებლობით უნდა განამტკიცონ მაშინ ეს. ანუ უნდა განუსაზღვრონ ამ ვაჭრებს, რამდენ პროცენტიან მოგებაზე უნდა იმუშაოს. აი თქვა შემოიტანეს 5 ლარად, რამდენ ლარად შეუძლიათ გააკეთონ, ანუ რამდენ პროცენტიან მოგებაზე შეუძლიათ იმუშაოს. ეს ეხება ასევე ბანკებსაც, მიკროსაფინანსოებსაც და ყველა სფეროს. ანუ იმხელა მოგებაზე გადიან, რომ მილიონებს შოუონ. იშოვონ 1 მილიონი და ნუ მოიგებენ 5 მილიონი, მაგრამ სახელმწიფო მაშინ პარლამენტის დონეზე, კანონმდებლობის დონეზე შექმნან ისეთი კანონმდებლობა, რომ აღარ დარწონ ეს საქართველოს მოსახლეობა და ხალხი განუსაზღვრონ. რამდენ პროცენტიან მოგებაზე უნდა იმუშაონ ან ვაჭრება, რომ ძირითადად აი იმპორტების ქვეყანა და შემოდის ყველაფერი ქვეყნის გარედან. და ხელი შეუწყო ასევე კანონმდებლობით ადგილობრივი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც გადაჭრით კიდევ ამ პრობლემას ქვეყანაში. მადლობა ყურადღებას. გასაგებია, მადლობა თქვენც. და უშუალოდ საპარლამენტო კომისიის ამოცანა, როგორც ჩვენ ვგებულობთ, სწრაფი მოხმარების პროდუქტების სექტორში ფასების ფორმირების პრობლემის იდენტიფიცირება და იმ სტრუქტურული მიზეზების გამოვლენა, რომლებიც საქართველოში დღევანდელ რეალობაში სამომხმარებლო ფასების მაღალ დონეს განაპირობებს. პირველ ეტაპზე ეს კომისია გეგმავს, ასე ვთქვათ, ბაზრის სტრუქტურისა და სექტორის მონაწილეებს შორის ურთიერთობების სისტემურ ანალიზს. ეს მოიცავს მწარმოებლებს, ასევე იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს და საცალო ვაჭრობის ქსელებს შორის კონკურენციის ხარისხის, მოლაპარაკების ძალაუფლების და ასევე კომერციული ურთიერთობების მოკვლევას. შემდეგ ეტაპზე კომისიის ყურადღება გამახვილდება სექტორში მონაწილე კომპანიების საოპერაციო პროცესის დეტალურ ანალიზზე, ფასების ფორმირების ჯაჭვის თითოეულ რგოლში. და ასევე კომისია შეისწავლის სექტორში მონაწილე კომპანიების კაპიტალის სტრუქტურას, კორპორაციული ასევე დაკრედიტების დონეს და მას შესაძლო გამოვლენას პროდუქციის საბოლოო ფასების ფორმირებაზე. ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ მოქალაქეებს გვაინტერესებს, ვინც მსგავს საკითხთან საერთოდ არ მოვიაზრებით, რა შედეგი იქნება საბოლოოდ და რეალურად ეს ახალი ინიციატივა მთავრობის მხრიდან იქნება თუ არა პროდუქტული. მაყურებელი ხაზია, გამარჯობათ. გამარჯობათ, ხმოვანია. დიახ, გისმენთ. რაღაც პრემიერი გამოვიდა და გამჟღავნა, რომ ევროპასთან შედარებით 86%-ია განსხვავება. მე ასე მგონია, რომ რაღაცა იქნება. სიკეთისკენ ფესნაგი გადადგმული. მე მგონი უნდა დაიკლოს. ყველა ხوار შეკრიბავდნენ ამდენ ბიზნესმენებს, ამდენ მეწარმეებს. მე მგონი რაღაც იქნება. ძალიან მოხარული ვიქნები კიდევ თუ ეს მოიშლება კაბლებზე ირადობის მოწმობითა და ტელეფონის ნომრის ფასის დაკლება. რა არის ეს მეხუთე კლასელ ბავშვებს აქვს ტელეფონები. როგორ შეიძლება ტელეფონის ნომრის ფასის დაკლება? რატომ ეს ხომ არის შეღავათი? რატომ თქვენ ალბათ არ სარგებლოთ? კი არის მსგავსი რამ და ანუ ფასის დაკლება, ანუ შეღავათი. ეს არ არის თქვენთვის პრიორიტეტი? თქვენ აღიარებთ რა ფორმით? ბატონო? იქ წერია, ამდენია გადასახდელი, ამდენია ფასდაქმობა. მაგრამ რო შეკრიბავთ იმას, ერთხელ გამოცადეთ. იგივეა, არაფერი არ ჩანს იქ ფასდაქმობა. რანაირ წესი ეს ვერ გავიგე.
ძალიან ბევრ ამასაც ყურადღება მისაქცევს. თუნდაც ავიღოთ ბაზარში, სასწორი სადუდგია იმას რა. რატო ამლა დავინახო მე რას მიტონი? ყველაფერი ერთმანეთზე გადაბული. მე მგონი ბოლო კეთილი იქნება. რაღაცას დაგვიკლებენ ალბათ და ძალიან კარგს გააკეთებენ. ივანიშვილმა კიდე რა ქნას რომ ლაპარაკობენ ფული ჩადაფული. ამდენი ფული დაუყადაღეს ხო ვიცით არა? მათ 2 მილიარდ ფულს არ აძლევენ თავისად. რა გააკეთოს იმ ადამიანმა? მე არც ერთი არ არის ჩემი არც ახლობელი და არავინ არ არის, მაგრამ იმასლეს ვამბობ. ასე თქვა კიდევ ძალიან კარგია იმ ადამიანმა გამოწვა აზრი, როლებს აჯარიმებენ. სულ არ არის 109 ადამიანი გადავკით სიკვდილს. იმას რა თქმა მათთვის მოწობა გინდა რაც ვინ იყო ის? ჯარიმა კი არა ძალიან უნდა გამკაცდეს. ძალიან. საერთოდ უნდა დაუხიონ მათთვის მოწობა. ეგრეთ ნასვა მხავს. ის კი არ არის ერთი წელს მერე კიდევ დაგაჯეს. უნდა დაუხიონ და სასჯელი უნდა იყოს. რას მაბოროტებს მე და რას მიბოროტებს შემოჯა. დიახ. კარგით, დიდი მადლობა თქვენ ჯარისთვის ნახვამდის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ობიექტივის ეთერში ვსაუბრობთ საკითხზე, როგორია თქვენი აზრი, ასე ვთქვათ, ფასების შემსწავლელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, მაღაზიების, აფთიაქების, ბანკების გარდა, თქვენი მოსაზრებით, რომელ სფეროშია უსამართლო ფასები, ასევე გადასახადები და რომელზეა განსაკუთრებულად სასწრაფო რეაგირება საჭირო. პირდაპირ ეთერში მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, ისაუბრეთ. ბატონო? სამწუხაროდ საქართველოში და ზოგადად რა არ არსებობს ფასები დაკლებული დაიკლოს და თუ რაღაცა ტექნიკური და რაღაცა რეპრესიული ზომები არ არსებობს არანაირი ფასების დაკლების ობიექტური ეკონომიკური სისულელი ზღაპარი და სისულელია ეს რა. მარტო ამათი ზღაპარი კი არის ამთავრობის და ზოგადად თუ ფასების დაკლებაზე რომ წავა ლაპარაკი თანამედროვე გლობალურ ეს სულელია შეიძლება მოება. არანაირი დაკლების ფასიო გააჩნდა, უკვე დიდი რევოლუცია იქნება. რაც ეგეც შეუძლებელია კიდე. კარგით, მადლობა თქვენ ჯარისთვის, გასაგებია. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც სურსათის, მედიკამენტების, ასვევების, საწვავის ფასების შემცირებას უკავშირდება, საპარლამენტო კომისიაც ამუშავდება. სამთავრობო კომისიის პარალელურად უკვე მომავალი კვირიდან მუშაობას დაიწყებს საპარლამენტო კომისიაც, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. კომისია ასევე მომავალ კვირაში შეიქმნება და დეტალებიც გახდება უშუალოდ ცნობილი და ასევე ინფორმაციისთვის ვიცით, რომ ქართული ოცნების დეპუტატების გარდა კომისიაში იქნება წარმოდგენილი ეკა სეფაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ხალხის ძალიდან და სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა ინფორმაციისთვის 20 იანვარს გაიმართა, 21 იანვარს კი ფასების კომისიის წარმომადგენლები პროდუქტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და შემდგომ ასე ვთქვათ 22 რიცხვში უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულს ადისტრიბუციო და ასევე სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს კი ფასების სამთავრობო კომისიამ პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს კი მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ ფასების სამთავრობო კომისია წარმოებლებს შეხვდა და იცით რომ ფაქტობრივად ეს ნაბიჯები ყოველდღიურად ვითარდება და ასე ვთქვათ ბიზნესმენებს, წარმოებლებს, იმპორტიორებს აქტიურად ხვდებიან და ფასების საკითხს განიხილავენ. მაყურებელი ხაზზე გველოდება, მოგესალმებით, თქვენს გამარჯობათ. გამარჯობა, გენაცო. დიახ. შორენა. დიახ, გისმენთ. ვილოცავთ ახალზე კიდე. მეც გილოცავთ, რაულს დაესწრეთ. ნაცია დიდავარ. მაგანაშვილისა. ძალიან კარგი, დიახ. ვილოცავთ ყველა ობიექტივის თანამშრომელებს.
ხო და აი რას გეტყვით. ეს ყველაფერი არის ტყუილი ეგათა. ტყუილია ძალიან ხალხი მედიას, მაგრამ პირიქით მოუმატებენ ფასებს. იმიტომ რომ ამ ყველაფერში სართულები არიან თვითონაც ხედავენ, წესი უცხედავთ სულ ყველას. თელ ბიზნესთან თელ ყველაფერს. ხო და ეს არის ჩემი გულის კიბილი და ჩემი სათქმელი. იცით რა არის საინტერესოა რატომ ხართ ასე ნიჰილისტურად განწყობილი, ანუ ფაქტი არის რომ თქვენ არ გაქვთ მოლოდინი რომ აი ეს ფასების შემსწავლელი კომისიის საქმიანობა იქნება შედეგიანი, ხომ? რეალურად ასე გამოდის. ტყუილია ეს. რა კომისიები ყავდათ იმდენი კომისიები რა გააკეთეს? იმ კომისიებმა რა გააკეთეს? არაფერი. კომისია ჩაინიშნავენ თავიანთ ხალხს და ვიქორამეს აკეთებენ. ტყუილები ყველაფერი, მე არ ამჯერა. კარგით, თქვენს მადლობა ზარისთვის. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ფაქტობრივად კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა დეტალურად ისაუბრა ფასების შემსწავლელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებენ და რა არის მათი მთავარი მიზანი. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი მაყურებლის აზრი და დამოკიდებულება, რომ დიახ ისინი არ არიან, ესე ვთქვათ, განწყობილი დადებითად. დიახ, რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი? დიახ, გვეძლევა კვლავ შესაძლებლობა. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობათ. პირდაპირ ეთერში მაყურებელს ვუსმენთ, გამარჯობათ. კარგით. დიახ, გესმით თქვენ ჩემი, შეგიძლიათ ისაუბროთ. ისა, მოგესალმებით, შორენა. გამარჯობა. ისმის ხმა? დიახ, მესმის კი ისაუბრეთ. ხო, შორენა. ფასების შემსწავლელი კომისია კი შევიდა. ეს ძალიან კაია რომ დაიძრა ყინული, მაგრამ შვილო, ეს ყველაფერი დროებითია. თუ ჩვენ ქვეყანაში მართვის სისტემა არ შეიცვალა, მართვის სისტემა, ისინი ამას დროებით გააკეთებენ, ხალხის გულს მოიგებენ, მერე ისევ წავა, ისევ აირევა მონასტერი, ხო და ამას ხო ბოლოს და ბოლო უნდა მოეღოთ რა. ამიტომაც საჭიროა ხალხის აქტიურობა. მიტინგებზე გამოსვლა, თავიანთი უფლებების დაცვა, ამას ხალხი არ აკეთებს და აი ერთმა ქალმა გამომსვლელმა წინა იმაში თქვა, ძალიან მომეწონა. რატო ხდება ჩვენ ყველაში ასეთი უმსგავსოებაო? იმიტომ რომ ყველაფერი გაზდისო. მადლობთ მოსმენისათვის. მადლობა თქვენ ზარისთვის, აქტიურობისთვის, როგორც თქვენ ასევე ყველა იმ ტელემაყურებელს თუ რადიო მსმენელს, ვინც გასული 50 წუთის განმავლობაში შემოგვერთდა და ჩვენს დღევანდელ გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა. მაშინ ასე დაგემშვიდობებით, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. მე შორენა ჭიაურელი, მომავალ ოთხშაბათს კვლავ დაგიბრუნდებით ბუნებრივია ახალი თემით, ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.